2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტი განახევრდება. ამ თემაზე დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ საფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხდომაზე მსჯელობდნენ. ირაკლი ალასანიას თქმით, კონტინგენტის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ლოგიკურია და ქართულმა მხარემ ამ მიმართულებით კონსულტაციები ნატო და ამერიკელ კოლეგებთან უკვე გაიარა. 4 საათიანის ხდომის განმავლობაში საბჭოს წევრებმა ბოლოდროინდელი ოფიციალური ვიზიტებიც განიხილეს. 750 კაცამდე არის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც საქართველოს ეყოლება მომავალ მისიაში ავღანეთში. ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიურად წვრთნიდით და გადავცემდით ეტაპობრივად იმ პოზიციებს, რომელიც ჰქონდა ავღანეთში დაკავებული. ეს საერთო ნატოს გეგმაში იყო ჩამჯდარი და სწორედ ესე ვითარდებოდა პროცესები. ეს არის ლოგიკური გადაწყვეტილება, რომლის მიღება რაღაც ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო ქართული მხარის მიერ. ეს პირდაპირ ეხმიანება იმ ლოგიკას, რა ლოგიკითაც უნდა განვითარდეს მომავალში ახალი არასაბრძოლო მისია ნატოსი ავღანეთში. მთავარი განსახილველი საკითხი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებული უმაღლესი ზონის ვიზიტები უცხოეთის ქვეყნებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, დავსახეთ გარკვეული გეგმები, რომელიც რა თქმა უნდა კონკრეტულად დასამუშავებელია, თუ როგორ გამოვიყენებ ჩვენ იმ შედეგებს, რაც მიღწეული იქნა ჩემს მეხსენებული უმაღლესი ზონის შეხვედრების პროცესში.